ქრისტე აღსდგა. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დღეს წინვალე შვიდეულის შაბათს არის თითქოს აღდგომის დღესასწაულის ნაწილობრივი გაცილება. ანუ დაიხურება სამეუფეო ბჭე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ღია იყო, შეიცვლება ისევ მსახურების ხასიათი, ისევ დაუბრუნდებით, ნელ-ნელა დაუბრუნდებით ყოფით ანტიფონებს, დაუბრუნდებით ყოველდღიურ ტექსტებს თავისთავად საღვთისმეტყველოს და საღვთისმსახუროს, ნელ-ნელა ისიც აღდგომის სიხარული მუდმივად იქნება, მაგრამ ნელ-ნელა გარემსახურებით ესე რომ ვთქვათ მინელდება, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რამდენად ჩვენს გულში დარჩება აღდგომის ეს საოცარი სიხარული, რომელიც უნდა მოსულიყო ადამიანის გულში. და დღევანდელი წაკითხული სახარება საოცარი არის, თითქოს აღდგომასთან არაფერი კავშირი არ აქვს, მაგრამ მე გეტყვით როგორ აქვს პირდაპირი მნიშვნელობით, რა მნიშვნელოვნად ისე იგი კავშირდება აღდგომის დღესასწაულთან. დღევანდელი წაკითხული სახარება იოანეს მესამე თავიდან იყო, გვადმოგცემს ასეთ მომენტს სახარებისეული, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ნათლობებს ატარებს და სხვა ადგილას, ისე იგი იორდანეში ატარებს მაცხოვარის და ბევრი ხალხი, უმეტესობა ხალხისა მაცხოვართან მიდის, იოანე ნათლისმცემელთან აღარ მიდიან. და ამის გამო იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები ეკითხებიან, რომ რატომ არისო ესეო, რატო ხდებაო, რომ მასთან მიდისო ყველა და ჩვენთან აღარავინ არ მოდისო. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაზეც მოკლედ იოანე ნათლისმცემელი პასუხობს, რომ ადამიანს აქვს, ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი მიზანი ცხოვრებაში. და ეს მიზანი თუ კი გამოძრავებ შენ და პირდაპირ ამ მიზნისკენ მიდიხარ, ხვდები რომ ამ წუთის სოფლის ცხოვრებაში ხან დაბლა ჩახვალ, ხან მაღლა ახვალ, ხან რაღაცის დათმობა მოგიწევს, ხან საერთოდ უკან მოექცევი, ხან წინ მოექცევი სადღაც. ანუ ამ წუთის სოფელში შენი მიზანი თუ გაქვს ადამიანს, ეს მიზანი უნდა ცდებოდეს წუთის სოფლის მიზან დასახულობას. და თუ კი შენ გაქვს ესეთი მარადიული მიზანი, მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ ამ წუთის სოფელში იოანე ნათლისმცემლის გავსად, სანამ მაცხოვარი გამოჩნდებოდა, დიდი წინასწარმეტყველი იყო. ყველანი მასთან მიდიოდნენ, ჭკუას ეკითხებოდნენ, ყველაფერი, ანუ მის გარშემო ტრიალებდა ის, ვინც საღვთოს ეძებდა, სასუფეველს ეძებდა, მაგრამ გამოჩნდა თუ არა მაცხოვარი ნათლისმცემელი იძახის, რომ ის ჩემზე მეტია. რას იძახის ნახეთ დღევანდელ წაკითხულ სახარებაში? მოკლედო ისო სიძე არისო. და ვინც სიძეაო, ძალიც მას ეკუთვნისო. ზალი არის ეკლესია. ზალი არის ის ადამიანები, რომლებიც იყრიდნენ თავს მის გარშემო და ის არისო სიძეო. დღესო ის არის სიძე და ზალი მას ეკუთვნისო, მაგრამო სიძის მეგობარიო, ესე ჩუმათო გვერდი დგასო, ჩუმა დგას გვერდითო და უხარიაო სიძის სიხარულის გამო. აი ეს არის მიზანი თუ გაქვს ადამიანს, მიზანი თუ გაქვს ადამიანს ცხოვრებისეული, მაშინ ხვდები ერთ რამეს, რომ ისე იგი ეს შენი მიზანი განიჭებს რას, იცით? აღმავალი და ჩაღმავალი არის, არ ნერვიულობ ამაზე. აი იოანე ნათლისმცემელს ზუსტად ეს ჰქონდა. მას არანაირად მისი მოციქულები, მისი მოწაფეები, როგორ ჩვენ ესეთი პატივი ჰქონდა ერში, ჩვენ ესე პატივს სცემდა ყველას და ესე დავკარგეთ, ხალხი აღარ მოდის იოანე ნათლისმცემელთან, აღარავინ აღარაფერს არ ეკითხება. მისი დამცრობა დაიწყო. რატო? იმიტომ რომ უდიდესი და უპირატესი გამოჩნდა. და ამიტომ გამომდინარე აქედან იოანე ნათლისმცემელი ნახეთ როგორი მყარია, რატო ამყარი? იმიტომ რომ შინაგანი მიზანი აქვს, მას უყვარს ღმერთი, ის მიდის ღმერთისადმი და მისთვის ღვთისნების აღსრულება, ეს არის უმთავრესი მიზანი მისი ცხოვრებისა. აი რა განსხვავებაა ჩვენში. აი ჩვენ კი გვაქვს სხვა მიზნები გვაქვს. ჩვენ ამ წუთის სოფლისეული მიზნები გვაქვს. და ამ წუთის სოფლისეულ მიზნებში კიდე, აი ახლა ვისაუბროთ, ცოტა მაინც ვისაუბროთ უბრალოდ სად გვიჭირს ჩვენ და რა გვემართება მერე. და აი როდესაც ადამიანს შინაგანი მიზანი და სიმყარე გაგაჩნია და ეს არის აღდგომის სიხარული. ცენტრი ჩვენი მთელი მიზნებისა გროვდება აღდგომის ანუ ქრისტეში და ქრისტეში, იმიტომ რომ ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა. ქრისტემ ამ წუთის სოფელს ძლია.
ქრისტემ ყველაზე დიდ გამოწვევებს სამწუთისოფლისა გაუძლო და ამიტომ ის გამარჯვებული არის. და ამ წუთისოფლის სულისკვეთებაზეა გამარჯვებული და თუ კი ჩვენ მასთან ვართ, ავტომატურად, ანუ პირდაპირი გაგებით ესე არა, ანუ თუ ჩვენ მისი სიტყვის მიხედვით მოღვაწეობთ, მაშინ ჩვენც ვამარცხებთ ამ წუთისოფლს და მის შიშებს. ანუ არაფერი არ არის ჩვენთვის თუ კი წავიქცევით, არაფერი არ არის თუ კი ჩვენ რაღაც არუმატებლობა გვაქვს, არ ვიცი კარიერაში, ანუ თქვენ ენაზე გეტყვით ისე პირობითად, არანაირი ჩინაგან ისეთი განცდა არ მაქვს, ანუ არ მანგრევს, როდესაც მოუარე ბაღებს ყველაფერი და უცებ სეტყვა წამოვიდა და ყველაფერი გამიფუჭა, კი გააფუჭა, გული დამწყდა, რაღაცნაირად მოკლედ დანაკარგი ვიგლოვე, მაგრამ თავარი არის, მოტრიალდი და ვიძახი, მე ქრისტიანი ვარ, ქრისტემ ამ ყველაფერზე გაიმარჯვა, ამ ყველაფერზე მაღლა დგას. აი ქრისტიანობა ზუსტად ეს არის. აი დღეს იოანე ნათლისმცემლის მაგალითი ამას გვაჩვენებს ზუსტად, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და უნდა გქონდეს ადამიანს უნდა გქონდეს თავისი მიზანი. ეხლა ნახეთ. თუ კი ადამიანს მიზანი არ აქვს, ზოგადად, აი რა ემართება და ჩვენ რა გვემართება და ზოგადად ადამიანებს რა ემართებათ. მათ შორის ახალგაზრდა ადამიანებს. აი ვისაც ყველაზე მეტი კრიზისი აქვთ, იმიტომ რომ ჯერ მიზანი არ უპოვიათ. არა იმიტომ რომ მათ ასაკიდან გამომდინარე ჯერ მიზნის ისე იგი დასახვა რთული იქნება, იმიტომ რომ ამ მრავალფეროვან სამყაროს უყურებენ და აჭრელებული აქვს თვალები, ისიც უნდათ, ყველაფერი უნდათ, ყველაფერი კარიერაც, ფულიც, ყველაფერი უნდათ, რაც ამ სამყაროშია, გართობაც უნდათ, მეგობრებიც უნდათ, ყველაფერი უნდათ, მაგრამ აი უფროსმა ადამიანებმა, ვინ ჩვენ ეკლესიაში მოვედით, ერთი რაღაც უნდა მომხდარიყო ჩვენში. ეს მიზანი უნდა კონცენტრირებული იყო ერთი მიზნისკენ და მე რა, ჩემი მთავარი მიზანი რა არის? მივდივარ, ვინმეს ველაპარაკები, ვინმეზე ვფიქრობ, ჩემი ფიქრები, ჩემი მსჯელობები, ჩემი სიტყვები, ჩემი საუბარი უნდა იყოს კონცენტრირებული ერთი მიზნის გარშემო და ეს ქრისტიან ადამიანს უნდა შეეძლოს. ძალიან რთულია, როდესაც უფროს თაობას და მით უმეტეს ქრისტიანებს ახალგაზრდები გვიყურებენ და ვერ ხედავენ აი ამ მიზანს. რომ შენი მიზანი არის ქრისტე და ქრისტიანობა და შენ ამ მიზნის გულისთვის და ამ მიზნისათვის შეგიძლია ბევრ რამეზე თქვა უარი და თუნდაც ამ წუთისოფელში წარუმატებლობაც მიიღო გარკვეულწილად სიმხნევით და მიიღო რაღაცა ისეთი, ანუ ეს ბავშვები გვაკვირდებიან და ჩვენ მოკლედ ჩვენში ხედავენ ახალგაზრდები რას? ჩვენც ყველასნაირად ერთი მიზნები გვაქვს, ისე იგი ფული, ძალაუფლება, ისე იგი გარკვეული კარიერა, რაღაცა მიზნები, ანუ ჩვენც იგივე ვართ, რაც წუთისოფელს უნდა, ჩვენც იგივე გვინდა. ანუ ჩვენ ცენტრში არ დგას ქრისტე. ჩვენს ცენტრში არ დგას ქრისტეს აღდგომა. ჩვენს ცენტრში არ დგას ის გამარჯვებების ჩამონათვალი, რაზეც ქრისტემ გაიმარჯვა. ქრისტემ ამ ყველაფერზე გაიმარჯვა. და ჩვენ დამარცხებულების რიგში ვდგევართ, სამწუხაროდ. დამარცხდა წუთისოფელი. დამარცხდა მისი ეს ყველა, ანუ ქრისტესადმი, როგორ გითხრა, დაპირისპირება და ბრძოლა. ქრისტემ მოუგო ყველას. მაგრამ ჩვენ მაინც იმდენად ჭკვიალაა ეს ყველაფერი, რომ ამისკენა ვართ, დამარცხებულები, იმიტომ რომ ბევრნი არიან. იმიტომ რომ რაღაცა უფრო მიმზიდველია. მაგრამ აი თავისთავად ნახეთ, ამ მიმზიდველობას და ამ იმას მოაქვს რა, ჩვენ სამწუხაროდ სხვა ბანაკში აღმოჩნდებით ჩვენი გონებით. ჩვენი სხეულით შეიძლება აქვიდგეთ. ჩვენი რაღაცა აი მოქმედებებით ეხლა აგიხსნით ცოტას, აი მიმართულებებს მოგცემ დანარჩენი თქვენი ფიქრეთ, მერე ადამიანი თავისთავად დამარცხებულების ბანაკში არის. ამ წუთისოფლისა უნდა არ შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც აქვს მას ამ სამყაროში. არ შეუძლია წყენის დათმენა, არ შეუძლია დანაკარგის, ისე იგი უდრტვინველად გადატანა, არ შეუძლია წარუმატებლობის, არ შეუძლია წაქცევის, არაფერი ამ წუთისოფელმა წაგაქცია, მაგრამ ქრისტეს გულისათვის ფეხზე დავდექი, ეს ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია და ანუ რა ხდება, იცით? ჩვენ ავტომატურად აღმოჩნდებით ხოლმე დამარცხებულ ბანაკში, დამარცხებულ ადგილას და მათ რიგებში ვართ ისევ და იქ ვიბრძვით, თითქოს რომ იქ უნდა დავიმკვიდროთ საკუთარი ადგილი. და აი ესეთი ადამიანი ნახეთ წუთისოფელი რას გთავაზობს. ადამიანს, რომელსაც მიზანი არ აქვს, იცოდეთ, ვისაც მიზანი არ აქვს, ის ეძებს
ანუ მასში არის სიცარიელე და ამ სიცარიელის შევსებას ეძებს. და ეს წუთი სოფელი ხო უცებ გადმოხტება და გეუნება რას? ანუ აგარიდოს მთავარ მიზანს და გაძლევს რას? აი, როგორ გითხრათ, იცი? კმაყოფილების განცდას, ვნებებს, გართობას, აი სხვა რაღაცეებს გაძლევს ადამიანს. აი მას გაძლევს და გეუნება, ნახეთ, ერთი მთავარი მიზანი არა გაქვს. ეხლა შენ ყოველდღიურად პატარ-პატარა მიზნებს მოგაწვდი, ამას და ეხლა გეტყვით რაზეც არის. ისე იგი ამ დროს ადამიანს, ოდესაც ეს არ შეუძლია, ანუ წუხილი აქვს, იმიტომ რომ ამ დისკომფორტს ვერ უძლებს. ცარიელი ვარ. როცა ცარიელი ვარ, ადამიანი არის ძალიან ცუდად. აი გაიხსენეთ თქვენი თავი. თქვენ რო იძახით ხოლმე, რომ იცი რა, მე ყველა ცოდვის სათავე არის ეს სიცარიელე. თქვენ რო იძახით ხოლმე, რომ აი იმან მაწყენინა, ამან ესე მიქნა, იმან ისე მიქნა, ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის. ამ შემთხვევაში იმას კი არ ტირი ხარ თქვენ რომ ვიღაცამ გაწყენინათ. არამედ ცოდვის გამო დაცარიელებულები ხართ შინაგანა და ამ სიცარიელეს ეს სიცარიელე გტკივა თქვენ. და ამის გამო, როდესაც სიცარიელია შინაგანი ეძებთ ყველანაირად, რომ ეს სიცარიელე ამოივსო და მათ შორის ჩვენი აღსარებას და ჩვენი მსახურებებზე დასწრებას და ყველაფერი ამ სიცარიელის ამომავსებელად გვინდა. მაგრამ ნახეთ როგორ არის. როდესაც წირვაც, აღსარებაც, თუნდაც ზიარებაც არის უბრალოდ აი ამ ჩამონათვალთაგან ერთ-ერთი, ეს დროებით მავსებს მე. ანუ მთავარი ვინც ამ სიცარიელეს ავსებს ვინ არის? ქრისტეა. თვითონ ქრისტე უნდა მინდოდეს. ანუ ქრისტეს სიტყვის მიხედვით ცხოვრება უნდა მინდოდეს. და როდესაც მე ქრისტე მინდა, იმიტომ რომ მისი ცხოვრებით, მისი სიტყვის მიხედვით ცხოვრება ვხედავ ჩემ შინაგანს, როგორ ავსებს და მათავისუფლებს აი ამ წუთისობლის ყოველდღიური, ესე ვთქვათ, გართობისაგან და ჩამინაცვლებს იმას, რაც მთავარი არის, იმას მინაცვლებს, მე ვეთქვი, არა, არ მინდა ეგ. ქრისტეთი ვარ სავსე. და ნახეთ, ქრისტეთის სისავსის საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რა თქმა უნდა, საეკლესიო რელიგიური რიტუალი და მსახურება, მაგრამ თუ შენ უშუალოდ ქრისტე არ გინდა და არ გწყურია და თუ შენ მისი მადლით არ ივსები, მაშინ მაინც ცარიელი ხარ. გაიხსენეთ, ბევრჯერ მithქვამს, რო გავდივარ ზიარებიდან, იქვე ვკარგავთ ყველაფერს. გავდივარ თუ არა ზიარებიდან, პირველივე შეხვედრა ნებისმიერ ადამიანთან ისევ ვაგრძელებ ჭორაობას, ისევ ვაგრძელებ დორტვინვას, ისევ ჩამოვარდება თუ არა ლაპარაკი ბაღებზე, ან ჩამოვარდება ლაპარაკი მოკლედ პოლიტიკაზე, რაღაცაზე, დამთავრდა, ქრისტე გაქრა ჩემი ცნობიერებიდან, ეს ჩემი ზიარება, აღსარება, რაც კი მე ვაღიარე, თითქოს ამისგან განთავისუფლება მინდოდა, ისევ და ისევ ადამიანში იდება და იდება. ანუ ნახეთ, საბოლოო ჯამში რა მინდა ვთქვა? იმაზე აღარაა ლაპარაკი, ვინც საერთოდ ქრისტეს გარეშე ცხოვრობს და გარეთ არის. მათ ისინი აუცილებლად იგრძნობენ ამ სიცარიელეს, მაგრამ სამწუხარო რა არის, იცით? რომ ჩვენც ეკლესიის წიაღში ვინც ვართ, აი მათაც გვიჭირს ჩვენი მიზანი და ჩვენი სისავსის, ესე რომ ვთქვათ, განცდის ყველაზე მთავარი, ესე რომ ვთქვათ, აი მიზეზი იყოს ქრისტე და ქრისტესთან ერთად ყოფნა. აი ეს არის მთავარი რას და მე ნახეთ როგორ არის, ანუ რა შემოდის აქ. როდესაც ადამიანს არ აქვს აი ეს ვექტორი, ამაზღა გეტყვი და დავასრულებ. ბევრია სასაუბრო, ძალიან ბევრი. მაგრამ როდესაც მე აი ნახეთ აღდგომა დადგა. ჩემში თითქოს აღდგომის სიხარული უნდა იყოს. და აღდგომის სიხარული ისე უნდა იყოს, რომ გული სავსე იყოს ქრისტეთი. ამ გამარჯვებით იყოს სავსე, რომ ქრისტემ ამ წუთის სოფელს მოუგო და დაამარცხა. მე უკვე აღდგომის დღეს ქრისტესიანი ვარ. ქრისტესკენა ვარ. ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ აი ეკლესია, ასე რომ ვთქვათ, მისი მისტიური სხეული გამარჯვებულია და მე აქა ვარ, აი ამ სიხარულში ვარ, მაგრამ თუ კი ეს განცდა გულითადი არ არის და ქრისტე მართლა ჩემს გულში არ არის და კიდევ ვიმეორებ, ქრისტეს გულში ყოფნა არ არის აბსტრაქცია. თუ მე ყოველდღიურობაში ღვთისმცნების მიხედვით არ ვცხოვრობ, რითიც მე ვადასტურებ, რომ ქრისტე ჩემშია, იმიტომ რომ ქრისტეა მოქმედი, ღვთისმცნების აღსრულება არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. აი დღეს იოანე ნათლისმცემელმა რა თქვა? მიუგო იოანე და რქვა ამათ, ვერ ხელეწიფების კაცსა მოგებად თავი თვისით არცა ერთი რა, უკვე თუ არა არის მოცემული მისი ზეცით. ქრისტიანი ადამიანი კარგად ხვდება,
რომ ქრისტეს მცნებები რო დავიცვა, მადლი მჭირდება, თვითონ ქრისტე მჭირდება გულში. სულიწმინდის მადლი მჭირდება, რომ ქრისტეს ცნებები დავიცვა. სხვა შემთხვევაში ამ წუთისოფელს მე ვერ დამავმარცხე. შეუძლებელია ეს წუთისოფელი დაამარცხო და ამ წუთისოფელში თუნდაც ღვთის ერთი მცნებაც კი დაიცვან. თუ კი მადლი არა აქვს ადამიანს გულში. ამიტომ ნახეთ რა ხდება. ქრისტე ჩემს გულში ნიშნავს ცხოვრებით ცხოვრებას, რომელიც ღვთის მცნებით მომეცა და ასე რომ ვიცხოვრო, მადლი მჭირდება, სავსე უნდა იყოს ჩემი გული ქრისტეთი. აი ეს იყო აღდგომის დღესასწაული, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენში. მაგრამ ეხლა დავფიქრდეთ, მოხდა ეს ჩვენში? თუ აღდგომის მერე ეგრევე გადავსხედით ისე მეორე ბანაკში, ანუ გადავედით ისევ ჩვეულ რითმში, ანუ ეს გამარჯვებები დავტოვეთ, ისე იგი გამარჯვებები უთხარით, აბა მაცხოვა რომ სადამდე შემეძლო შენს გუნდში ვიყავი და გავიმარჯვე, ახლა ამ წუთისოფლის დროა, აქ საქმე მაქვს ყველაფერი და ეხლა გადავდივარ ისევ ამ გუნდში, დამარცხებულები არიან, მაგრამ რა ვქნა, უნდა გადავიდი ამ გუნდში და ამ გუნდით ისევ რა უნდა ვქნა? შენ უნდა გებრძოლო. იმიტომ რომ თუ ქრისტე არ არის ჩვენში, მაშინ ჩვენ ქრისტეს მებრძოლები გამოდივართ. და ნახეთ როგორ ახლა პირდაპირ ადამიანი არ ებრძვის ქრისტეს, მაგრამ ღვთის მცნების დაცვის ძალა არ აქვს. და როდესაც შენ ქრისტეს მცნებას ვერ იცავ, ავტომატურად გულში გზნობ, რომ ქრისტეს წინააღმდეგა ხარ. ანუ მის წინააღმდეგა ხარ. როდესაც ცნებას არ იცავ, ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლო. მას ებრძვის შენს თავში. გარეთ კი არა. გარეთაც ებრძვის ზოგი, მაგრამ თავარი საკუთარ თავში. და ამიტომ, როდესაც ეს ვექტორი არ არის, აი ხლა შემოდის, აი მინდა გითხრათ ახალგაზრდებსაც და უფროსებსაც. ადამიანი ცარიელია, თავარი მიზანი და თავარი ისე იგი მამოძრავებელი მასში არ არის და თავარი ხაზი არ არის მასში და რა შემოდის? გარე ფაქტორები. რა ფაქტორები? შემოვიდა ტელეფონი. ხო, ტელეფონი ავიღე და წავიდა, მოკლედ იქ მთელ სამყაროში, ანუ ხო არ ამყოფნის რომ სოფელში, ისე იგი სოფელში გავიდე, სადაც ვცხოვრო, მაგალითად იქ გარეთ გამოვიდე ადამიანებს ველაბა, ბაბა, ეს არ ყოფნის ადამიანს. ანუ ამ ინტერნეტის პირობითაც საშუალებით გადის ადამიანი მთლიანად სამყაროში. მერე შემოდის რა უკვე, აი საჭმელს ვიტყვი, მაგრამ საჭმელს მე მინდა ვთქვა ესეთი ხორციელი სიამოვნება, ესე აი როგორ გითხრათ, იცი, გემოთმოყვარეობა რო ვთქვათ რა, აი გემოთმოყვარეობა შემოდია სურვილების დაკმაყოფილების, ისე იგი ესეთი სურვილი შემოდის თავისთავად. მერე არის რა? ანუ ამიტომ არის ტელევიზორი და ტელევიზორში როგორ გითხრათ, იცი, სერიალური აზროვნება. დღეს შეხედეთ ადამიანებს, ანუ სერიალებს მარტო იმას კი უყურებთ, რომ რაც მართლა სერიალი გადის, ეს კი არა. პოლიტიკური ტოქ-შოუების და რაც არის, ესეც სერიალები არის, იმიტომ რომ ყოველ დღე არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას, ყოველ დღე უნდა სერიების მიხედვით უყურებთ. ანუ დღეს ეს არის, ხვალ გაგრძელება, ზე გაგრძელება, მასზე გაგრძელება, იმის იქით გაგრძელება და მთელი წელი და მთელი ცხოვრება სულს ესეთ რაღაცა სერიალურ აზროვნებაში გადავდივართ. კიდევ ვიმეორებ. რატომ? იმიტომ რომ ცარიელი ხარ. იმიტომ რომ ამ წუთისოფლის ბანაკში ხარ, იმიტომ რომ ცარიელი ხარ და რაღაცა რო შეავსო, რაღაცით რო შეივსო. ანუ ნახეთ, რო არ გაგიჟდეს ადამიანი, რატომ არის დღეს აი ადამიანებს ყველას თითქმის დიდ რაოდენობას, აი მე ექიმებს ვკითხი ამასინათ, საქართველოშიც და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით თითქმის 60-დან 70%-მდე ადამიანები იყენებენ რას? ანტიდეპრესანტებს. ანუ ნახეთ, მათი გონება და მათი შინაგანი ვერ უძლებს წუთისოფლისგან მოსულ გარკვეულ აი ამ ინფორმაციას. რასაც იღებს ადამიანი. და რა ჭირდება მაგას? აი ეს ტვინი, რომელიც, ანუ მისი გონება, რომელიც აი ესე ტრიალებს, რამენაერად უნდა დაამშვიდოს. მას არ შეუძლია სხვაგვარად და ერთადერთი არის გამოსავალი, რა თქმა უნდა, ქიმიურად, ხო, ეს ქიმიო-ბიოლოგიური ჩარევა ქვია ამას, ოდესაც ადამიანი წამალს სვავ და რას ნიშნავს, რომ ტვინი და გონება უბრალოდ ზარმაცდება და ყველაფერს ერთად არინდომებს და არ უნდა. Ემიტომ რომ აქედან მოდის, ხო, ეს მინდა, ის მინდა, ამას უნდა უყურო, იმას უნდა უყურო, ეს გავაკეთო, ის გავაკეთო და აქედან მოდის ადამიანში, ხო? ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა. როდესაც მე ცარიელი ვარ, რო არ გაგიჟდეს ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი სიცარიელეს ვერ იტანს.
ადამიანი რაღაცით უნდა იყოს დაკავებული, იმიტომ რომ ის ცოცხალ არსებად არის დაბადებული და ის არის დაბადებული მუდმივად წინ მიდიოდეს, როგორც პავლე მოციქული იძახის, რომ მარადის უკანასა დავივიწყებ და წინასა მივწდები, სულ მუდმივად წინ უნდა მიდიოდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, სიკეთეში, საღვთო მცნებებში და ღმერთთან ურთიერთობაში. ეს არის მისი მოწოდება, ეს იყო სამოთხეშიც და ეს დარჩა მასშიც დღესაც. მაგრამ ნახეთ, ხდება რომ წინ ვერ მიდის, იმიტომ რომ მიზანი არა აქვს, ვის გამოც, მიზნის გამოც, ეს აი როგორ გითხრათ, იცი, დარწმუნებული ადამიანი, რო ვიცი რომ მიზანი ის მაქვს, აი მივდივარ და წინ შეიძლება დამხვდეს დაბრკოლებები, გადასალახი, მთები, წყლები, ეკალბარდები, ყველაფერი, მაგრამ ვიცი რომ ეს არის გადასალახი, მე ვიცი რომ მიზანი არის, მე ტკინა წამოვდექი გავაგრძელე, მაგრამ როცა მიზანი არ არის, ან ეს მიზანი არის ძალიან წუთიერი და წამიერი, ძალიან მალე დამთავრებადი, ხწნადი, ამ წუთისობლისეული, რომელსაც არაფერი სისავსე არ მოაქვს ადამიანში, მაშინ ადამიანი ამ სიცარიელით რო არ გაგიჟდეს, მაშინ თავი უნდა შეაქციოს და თავი რო შევაქციო, რაღაცით უნდა დავკავდე და რაღაცით რო დავკავდე, რასაც შემომთავაზებენ, უნდა იმით ვკავდები, იმიტომ რომ მე თვითონ აღარაფრის შექმნა არ შემიძლია. ადამიანი კარგავს შემოქმედებით უნარს, რაც არის მიცემული მისთვის როგორც საღვთო ხატებისადმი. და ამიტომ ხდები რა? ხდები აი ამ ბანაკში რჩები და ამ ბანაკში ხდები ჩვეულებრივი გონია რომ რაღაცას წარმოადგენ, ეხლა რო შეიძლებაოდეს დრო იყოს უფრო მეც გეტყოდით, ხდები მარიონეტი უბრალოდ. მარიონეტი აი ამ წუთისოფლის ხელში, იმიტომ რომ რასაც უნდა იმას გიკეთებს. რასაც უნდა იმას გთავაზობს, უკვე გამოცდილებითაც იცის თან, ესე იგი, რა სადა გაქვს სუსტი წერტილი, ზუსტად იმ წერტილში დაგარტყავს, ზუსტად იმ წერტილში მოგანდომებს რაღაცას, ზუსტად იქ მოვა, სადაც ყველაზე მეტად გიჭირს. და ამ დროს გაგიკვირდება, ვააკაცო, რაღა ზუსტად ესა, ზუსტადაც რომ მთელი შენი ცხოვრებით, როდესაც შენ გამოცდილება მიეცი ამ წუთისოფელს უკვე რომ როგორი ხარ, რაზე ბრაზდები, რა არის შენი სუსტი წერტილი, რა თქმა უნდა, ადამიანები იყენებენ ამას და როგორ ფიქრობთ ამ წუთისოფლის სულისკვეთებამ არ იცის საიწავი და კაცობრიობა მისი აზროვნებით, იცის კარგას და ზუსტად იმას აწვდის, რაც ადამიანს ნახეთ როგორც უძღებშვის ჭამს, ვერასოდეს დაგანაყრებს, მაგრამ მუდმივად მის ძიებაში იქნება. აი როგორც ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანი, ახლა ვინმეს თუ გინახავთ, ხო, რაც არ უნდა მან, ანუ ყოველდღე სხვა უნდა და ყოველდღე უფრო მეტი უნდა. იმიტომ რომ ვერ იკმაყოფილებს უკვე თავის ცელს, იმიტომ რომ რეზისტენტული ხდება უკვე ადამიანი და აი ესე ვართ ამ წუთისოფლით ვეღარ ძღება ადამიანი და ისიც ჩვენით პირობითად, აი რო აიღოთ, ჩვენით შოულობს, ენერგიაც ჩვენი მიაქვს, სახსარი ჩვენი მიაქვს, ყველაფერი ჩვენი მიაქვს და ამავე დროს თვითონ არის, ანუ ესე რო ვთქვათ, უკარგად და შენ ხარ ისევ ცარიელი. თვითონ რასაც უნდა იმას აკეთებენ, თვითონ რაც უნდა ყველაფერი აქვს, რის ხარჯზე? აი ჩვენი ენერგიის ხარჯზე. კმაყოფილდებიან იმით, რამდენი ადამიანი, როგორ გითხრათ, იცი, საღვთო ხატებას არის მოწყვეტილი. რამდენ ადამიანს შეძლებენ ქრისტეს სამცხსოდან, ანუ იმ ბანაკიდან, იმ ნავიდან ჩააგდონ ზღვაში და ამ ზღვაში, ამ ტალღებში მოკლედ იცურაოს და შორი ახლო უცურავონ თვითონ რომ, გინდა ამოგიყვანო? ხო, თუ გინდა მაშინ ეს გააკეთე, და ჩვენც აი ესე დამახრჩვალები, ანუ ვიხჩობით და ხელებს ვიქნებთ, იმიტომ რომ ამ ხელის ქნევით კიდე ენერგიას გამოვიმუშავებთ, რითიც თვითონ მოკლედ საზდოობენ და სარგებლობენ. ეს წუთისოფლის სულისკვეთება, ახლა მე არ მინდა კონკრეტულად ადამიანებზე, დანარჩენი თქვენი ფიქრეთ, ვინ შეიძლება იყვნენ ესენი და რა შეიძლება იყოს თავისთავად. ამიტომ ეს არის ცდელობა ადამიანისა საკუთარი შინაგანი სიცარიელე დაიკმაყოფილოს და რამით აავსოს და ყოველ წუთში ვეძებთ რამე გასართობს ვეძებთ. აი რა ყველაფრით ვარ დაკავებული, რატო? იმიტომ რომ თავარი რასაც შეუძლია, ამითი ვასრულებ, თავარი რასაც შეუძლია ნამდვილად ადამიანის გული აავსოს, მას სიხარული მოუტანოს, მას ნამდვილი ბედნიერება მოუტანოს და მთავარი თავისუფლება მოუტანოს, გამარჯვების განცდა მოუტანოს, რომ მე გამარჯვებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელი მთლისო დამარცხებული ვარ, ქრისტესავით. ქრისტე ჩადეს საფლავში. ეგონათ მოვკალით და დამთავრდავ, მაგრამ ქრისტემ რა ქნა? გატეხა საფლავი და გამოვიდა გარეთ. აი ესა ვართ ჩვენ,
რომ ამ წუთის სოფელმა ჩაგკეტა საფლავში, თავის საფლავში ეს ეგონა რომ უნდა მოკკლას, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ზიარებით, ახსარებით, ანუ აი ამ საფლავს უწეხავთ შიგნიდან და გამოვდივართ გარეთ. ვეუნები ამ წუთის სოფელსო ვერ დამიმორჩილებ, ვერ დამიმონებ. კი, მე სამსახურში წავალ, იქაც წავალ, ანუ მივცემ კეისარს კეისრისა, მაგრამ არასოდეს არ დამავიწყდება, რომ ღმერთს ღმერთისა მივცე, რომ მე ღმერთისა ვარ და არა ამ წუთის სოფლისა. ღმერთისა ვარ და არა ამ წუთის სოფლისა. და ამიტომ აი დანამატად გეტყვი, ძალიან ბევრს დაობენ ხოლმე ყოველ წელიწადს, ანუ ისე იგი ამ სიმბოლოებზე რა, რაღაცა მეორე ხარისხოვან რაღაცებზე, კვერცხი, პასქა და რაღაცებზე მოკლედ და კვერცხის სიმბოლო მინდა გითხრათ, რატომ არის კვერცხი აღდგომის სიმბოლო? და აქ დავასრულოთ ყველაფერი, ეს დაიმახსოვრე და მთავარი მნიშვნელოვანი, იქ უკვე რაღაცა როდის უნდა შეღებოდა ეს აემებს დაანებეთ ძალიან გთხოვთ თავი, იმიტომ რომ მთელი სოციალური ქსელი ჭამს ერთმანეთს იმაზე, როდის უნდა მოხარშო, როდის არა და ქრისტიან ადამიანებს უყურებდა აღდგომა მოდის და ამით არიან დაკავებულები, რომ როდის რა უნდა შეღებონ და კვერცხი რას ანიშნავს და პასქა რას ანიშნავს იმას. აბა დაუკვირდით ერთ რამეს, რატომ კვერცხი? ძალიან მარტივია. რატომ გახდა კვერცხი სიმბოლო აღდგომის? კვერცხი რო გარედან გატეხო, აბა აიღეთ, კვერცხი აიღეთ, გარედან თუ გატეხავ, რას იზავ ამით? მოკვდება ის, დაამთავრებს არსებობას, მაგრამ კვერცხი თუ შიგნიდან ტყდება, რა ხდება? სიცოცხლე იბადება. ანუ ახალი ბარტყი იბადება, ახალი წიწილა იბადება. ამიტომ ქრისტეს საფლავის სიმბოლო, იმიტოა რომ ჩვენ ვიძახით, რომ გარედან კი არ გაუტეხავთ ქრისტეს საფლავი. ანუ ვინმემ კი არ გატეხა გარედან, იმიტომ რომ თუ გარედან გატეხავდა ვინმე და გახსოვთ მაცხოვარი იძახის, რომ ანუ ისინი იძახიან, ისე იგი ებრაელები იძახიან, რომ დავაყენოთო გარედანო ცველებიო, რომ არ მოვიდნენ და არ მოიპარონო და მე რა თქვანო, რომ აღდგაო. ამიტომ ანუ კვერცხის სიმბოლო არის, იმიტომ რომ გარედან არავინ შეხებია მას. იმიტომ რომ გარედან თუ კი მივიდოდნენ და გარედან გადააგორებდნენ ძალით და გატეხავდნენ მაგას, მაშინ გამოვიდოდა ის, რომ მოკვდებოდა, ანუ სიკვდილი იქნებოდა ეს ტყუილი იქნებოდა და ქრისტე ვერ გაიმარჯვებდა სიკვდილზე, მაგრამ იმიტომ არის კვერცხის სიმბოლო აღდგომისა და ამ ქრისტეს საფლავისა, რომ შიგნიდან გატეხა ქრისტემ საფლავი. შიგნიდან, ანუ ბეჭედი შიგნიდან ატეხა ამ საფლავისა, დაბეჭდილი საფლავისა და სიცოცხლე ამოვიდა, ანუ როგორც კვერცხიდან წიწილა იბადება, შიგნიდან ამტროებს და იბადება, ასევე ქრისტემ გატეხა საფლავი შიგნიდან და გამოვიდა გარეთ. აი ეს არის კვერცხის სიმბოლო, დაანებეთ დანარჩენ და სიწითლე რატო? იქ რაღაცა მითებს დაანებეთ თავი, რაც ისტორიულად არ დასტურდება, ვიღაცასთან მივიდა და აგე თუ ეხა ჩემი სარწმუნოება ესეთია, ეს გაწითლდება და ის გაწითლდება, ესენი ისტორიულად არ დასტურდება და ამიტომ გეუბნებით, რომ შეიძლება თქვა, გარდამოცემაა და შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ისტორიულად არ ფიქსირდება და ვიღაცა გეტყვის, სად ეწერა აბა ეგ? არსად არ არის მსგავსი რაღაც, მაგრამ მაშინ რატომ? კვერცხი რატომ? აი ამიტომ გეუბნები და წითელი რატო? იმიტომ რომ წითელი არის ნამდვილად დასტური იმისა, რომ ქრისტე მოკლეს. და რომ საფლავში იდო, ანუ დასისხლიანებული, სისხლ გამონადენი ქრისტეს სხეული. და მის ნამდვილად მოკვდა, წითელი კვერცხი გარედან არის ნიშანი იმისა, რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და მეორე, რომ კვერცხი შიგნიდან ტყდება და სიცოცხლე გადმოდის. აი ეს არის სიმბოლო თავისთავად და დაიმახსოვრეთ ეს კარგად და შეეშვით ძალიან გთხოვთ, ვიღაცეები ძალით აკეთებენ ამას. ჩვენ სარწმუნოებას ცდიან ხოლმე და თავარი რაც არის აღდგომას, რომ უნდა ადამიანი მთელი კონცენტრაციას ამაზე აკეთებდე, იქა შემოაგდებს ვიღაცა ისეთი აი არაკეთილის მოსურნე. ან ვიღაცა შეიძლება ნეფსით უნებლიეთ შემოაგდებს და ეს ქრისტიანები ატყდებიან და ვიღაცა გარედან დგას და დაგცინის ქირქილებს, უბრალოდ გეუბნება, რითი ვერ გაიზარდეთ ყოველ აღდგომას, დაობ და კამათობთ იმაზე კვერცხზე და პასქებზე და მოკლედ ცეცხლებზე და ასე შემდეგ. დავანებოთ ამ ყველაფერს და აღდგომა ვერც კვერცხი, ვერც პასქა, ვერც ცეცხლი, ვერც ვერაფერი ვერ შეავსებს შენს გულს წეღა რაც ვილაპარაკეთ, ქრისტეს გარეშე, ქრისტეა ჩვენი გულის შემავსებელი. ქრისტეა ჩვენი გულის შემავსებელი და თუ ქრისტე არ აყავს გულში, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, გინდა კვერცხები იღებე, გინდა პასქები აცხე და გინდა თავზე გადმოვიდეს ცეცხლი შენს თავზე. აზრი არ აქვს არაფერს, დაიმახსოვრეთ, არაფერი. ქრისტე თუ არ არის ადამიანის გულში, ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, ყველაფერი.
ყველა გარეგნული, სახურებებიც, ისე იგი აღსარებაც, ზიარებაც, ყველაფერი და მით უმეტეს კვერცხი და რაღაც ეს გარე ფაქტორები, რომლითაც უნდათ რომ ჩანაცვლდეს მთელი ამ აღდგომის საოცარი სიღრმე და სიხარული, რომ ადამიანი ამ მიზნის ქვეშ იყოს მოქცეული. აი, ამასაც იქით იფიქრი ამაზე, იფიქრი ამაზე, გაანებეთ თავი, დაანებეთ საერთო თავი ამ რაღაც, გაიზარდეთ. ერთი ნაბიჯით გაიზარდეთ ხალხო. სარწმუნოებაში დაარწმუნეთ ეს წუთისოფელი და უთხრათ რა დროს კვერცხია კაცო. რა დროს პასქაა, რა დროს რაღაცეებია, მე ქრისტესთან მოვედი, ჩემში აღდგომა მოხდა, ჩემში ისე იგი ქრისტემ გაიმარჯვა და ეს წუთისოფელი დამარცხდა ჩემს გულში და ამ ქრისტეს ვატარებ გამარჯვებულს ამ გულით. და ჩვენ კიდე მოკლედ რაღაცა იმაში, აი ვითომ არაფრის გამო აი ესე გვართმევენ აი ამას. გულიდან მიაქვს თავარი მნიშვნელოვანი შინაარსი, რაც კი ადამიანს უნდა კონდეს და ამიტომ ძალიან გთხოვთ გაიზარდეთ. ვიღაცები ძალით აკეთებენ ამას. ვიღაცები კიდე ეკლესიის წიაღში გაუთვისნობიერებლად აკეთებენ. გონიათ რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მოდი ვუთხრათ ყველას რომ ეს არ არის მიზეზთა მიზეზი, ეს არ არის მიზეზთა მიზეზი, როგორც ფსალმუნში წერია, მიზეზებად მიზეზთა, ანუ მიზეზთა მიზეზი არის აღდგომა და ქრისტე. ქრისტეს აღდგომა და დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. საჭირო, მაგრამ მეორე ხარისხოვანი. უმაგისობა შესაძლებელია, აღდგომის გარეშე ყოფნა შეუძლებელია. წითელი კვერცხის გარეშე აღდგომა იქნება. პასქის გარეშე აღდგომა იქნება. ყველაფრის გარეშე იქნება აღდგომა, მაგრამ ქრისტეს გარეშე აღდგომა არ იქნება, არა. და ჩვენ კიდე მე მგონი ესე ვართ უკვე რომ ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ ქრისტეს გარეშე. სამწუხაროდ ქრისტეს გარეშე ვზეიმობთ ქრისტეს აღდგომას გარეგნულად აი ამ ყვავილებში, აი ამ რაღაცა იმებში, მორთულობებში, აი ამ ყველაფერში და ეს არის მივახვედროთ ეს წუთისოფელი, მიგიხვდი რა. მიგიხვდი. всё, დამთავრდა, ვისწავლე მე რა არის მნიშვნელოვანი და ახლა შენ გარედან რაც გინდა მომაცალე. ძალიან ცუდ ისეთ რაღაცას გეტყვი. ტაძარი აი კომუნისტების დრო იყო. ტაძარი რო დაგვინგრიოს ვინმე. ტაძრები რო ეს ხო შეუძლია ამ წუთისოფლად. აღდგომა არ იქნება. მითხარით ხო უნდა იყოს აღდგომა და შეიძლება ზოგი ადამიანი საერთოდ განცდაც არ კონდეს. სულ რო დაიშალოს ყველაფერი აღდგომა ხო მაინც იქნება, მაგრამ თუ ქრისტე არ იქნება, რამდენი ტაძარიც გინდა კონდეს. რაც გინდა აშენე, რაც გინდა გაალამაზე თავარი არ გექნება. რა არ გექნება? აღდგომის მნიშვნელობა არ გექნება. თორე ჩვენ ვიცით, ერესში გასული სხვადასხვა სარწმუნოების ისინი ქრისტიანული დენომინაციები. ქრისტე დაკარგეს, თავარი მნიშვნელოვანი ღერძი დაკარგეს. დიდრებიც არიან, დიდი ტაძრებიც აქვს. გალამაზებული აქვს ყველაფერი, რაღაცა თვალი რო შეხედო, ისე იგი ადამიანი შეიძლება აი საოცრად მოიხიბლო ამ ყველაფრით, მაგრამ თავარი არ არის. თავარი და მნიშვნელოვანი არ არის. რა დაკარგეს? დაკარგეს ის, რაზეც წეგან ვისაუბრეთ, აღდგომის მთავარი შინაარსი, რომ ამან ადამიანი უნდა შეცვალოს შინაგანად და არა უბრალოდ გარეგნული ფაქტორები. მე ნახეთ სადამდე მივედი, ტაძარიც კი, აღსარებაც კი და ზიარებაც კი ქრისტეს გარეშე ადამიანისთვის ეს არის მომაკვდინებელი, სიცარიელი არის, მაინც სარიელი რჩება ადამიანი. ღმერთმა აი ამ აღდგომის სიხარულის განცდით, მოკლედ ყველას აი ეს საოცარი დატოვოს ჩვენში ეს აღდგომის მუდმივად ყოფილიყავით ქრისტეს ეკლესიის წევრები, გამარჯვებული მოზეიმე ეკლესიის წევრები და ეს ყველაფერი დავამტკიცოთ იმით, რომ ყოველდღიურობაში მეტნაკლებად აღვასრულოთ ქრისტესგან მოცემული მცნებები, რასაშინა შემწე გვეყოს ჩვენ უფალი ღმერთი თვისითა მოწყალებითა და კაცთმოყარებითა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.